დედაქალაქის მერი არის პირველი ქართული ოცნების ლიდერების შორის, ვინც ესტონეთის ხმაურიანი განცხადების შემდეგ კამერებთან გამოჩნდა და შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ყავს სანქცირებული პრემიერ-მინისტრი. კახა კალაძემ რამდენჯერმე და მკაფიოდ გაიმეორა ის ფაქტი, რომ მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ეს გადაწყვეტილება, რომ შეიცვლება მსოფლიოში ვითარება, მათ შორის მასში, როდესაც ტრამპის ინაუგურაცია მოხდება და შესაბამისად ყველა ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ამ დროისთვის ევროპა თუ ამერიკა იღებს ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ იქნება უკან გაწეული. ეს არის სიბინძურე, სიცრუეზე დაყნობილი კამპანია, აი ამ სიტყვებით მოიხსენიებს ესტონეთის გადაწყვეტილებას და კახა კალაძე იმეორებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან მათი სანქცირების გადაწყვეტილება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ეს არის დროებითი პროცესი. ყველანაირი სიბინძურის კადრების სრული პიკი თეთრზე პირდაპირ გვიმტკიცებენ შავია და აქვთ მცდელობა თვალებში ნაცრის შეყრის. კარგად ხედავთ თუ რა ბინძური ძალა ებრძვის საქართველოს 20 იანვრის შემდეგ, როდესაც ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტი რადიკალურად იქნება განსხვავებული მოცემულობა მსოფლიოშიც, ევროპაშიც და რა თქმა უნდა საქართველოსთან მიმართებით. ქართული ოცნება ჯიუტად როდესაც იმეორებს, რომ მიუხედავად იმ გადაწყვეტილებებისა და საჯარო განცხადებებისა, რომელსაც აკეთებენ, მაინც ქვეყანა ევროპისკენ მიყავთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ახლა ესტონეთმა მიიღო და რომელიც სავარაუდოდ დომინის პრინციპი იქნება და ძალიან მალე სხვა ევროკავშირის ქვეყნებიც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და დაასანქცირებენ ქვეყნის პირველ პირებს. ცხადია, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ყველანაირი გზა არის დაკეტილი საქართველოსთვის ევროკავშირისკენ. ეს არის შეფასებები, რომელზეც უკვე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აკეთებენ, ამბობენ, რომ რა თქმა უნდა საგანგაშო არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ესტონეთმა, თუმცა ამ ნაბიჯებით ევროპა ეუბნება ქართულ ოცნებას, რომ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერანაირად ვერ დაუახლოვდება ევროკავშირს. როდესაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი სანქცირდება, ეს არის საბოლოო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქვეყანა ვერ წავა ევროპული კავშირისგან, ვერ წავა ნატოსგან, ამ ქვეყნის ადგილი არ იქნება არც ერთ ძირითად მაგიდასთან, სადაც ახლა კრიტიკულად სჭირდება საქართველოს ყოფნა და რომ სანამ ამ ხელისუფლებას არ მოვიშორებთ დემოკრატიული, ახალი, ლეგიტიმური არჩევნების გზით, მანამდე საქართველოს არ ექნება არავითარი რეალური პერსპექტივა, არც მშვიდობის, არც განვითარების და არც კეთილდღეობის. არ შეიძლება ლეგიტიმურად თulides თავს ხელისუფლება, რომლის პრემიერსაც ასანქცირებენ ევროპის ქვეყნები. ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ძელი პროცესის გაგრძელება, რომელსაც ეხმარება ქართველი ხალხი და ჩვენს ბრძოლას ხედავს ყველა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ბრძოლას ყველა ხედავს და რა თქმა უნდა, ევროპული პერსპექტივა რამეზე თუ იყო ოდესმე საუბარი ქართული ოცნების მხრიდან, უკვე არის დასამარებული და ყველა ხვდება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, როცა ყავს ხელისუფლება, რომლის პრემიერსაც ევროკავშირის ქვეყანა ასანქცირებს, შეუძლებელია გახდე ევროკავშირის წევრი. გაგრძელება ამ სანქციების და დასანქცირებული ხელისუფლების წარმომადგენლების იქნება ზუსტად სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული სანქციები, სავიზო შეზღუდვები, არა მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტებზე და ერთიანი ევროკავშირის სანქციები. რა თქმა უნდა, მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ტყუილად აქვს იმედი ქართულ ოცნებას, იქ უნგრეთის და სლოვაკეთის, იმიტომ რომ უნგრეთს თავისი პრაგმატული ხედვა აქვს მათ შორის ევროკავშირთან მიმართებაში. რადიო თავისუფლების ევროპულ ბიუროს ინფორმაციით ხვალ ორშაბათ დღეს გახდება ცნობილი სანქციების სია, რომელიც რუსულ ჰიბრიდულ ომთან საბრძოლველად უნდა შეემუშაოს ევროკავშირმა. ამ სიაში არის შეყვანილი რიკარდ იოზუაკის ინფორმაციით 18 პირი და 3 კომპანია და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეს სია იქნება, იმიტომ რომ მისივე ინფორმაციით ამ 18 ადამიანში ერთ-ერთი არის საქართველოს მოქალაქე.